ჯონ რუალ რონალდ ტოლკინის გამოგონილი არსებები ამ ირანში ბინადრობენ და ბუდეს მანამ არ შეიცვლიან, სანამ პიტერ ჯექსონის ცნობილი ფილმის მეორე ნაწილი ეკრანებზე იქნება. ჰობიტი სმაუგის განადგურება. ასე ეწოდება ნამუშევრის პირველ ნაწილში მოულოდნელ მოგზაურობაში დაწყებული მოვლენების გაგრძელებას, რომლის მსოფლიო პრემიერა საქართველოშიც უჩვეულო ვითარებაში გაიმართა. ვინაიდან ჰობიტი არის ძალიან პოპულარული ფილმი მსოფლიოში, ჩვენ ქართველ მაყურებელს მოვუწყეთ პატარა სიურპრიზი და გადავწყვიტეთ, რომ თეგეტა მოტორსი და მისი ექსკლუზიური პარტნიორი მოტული ყოფილიყვნენ ამ შესანიშნავი ფილმის წარმდგენები საქართველოში. ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან მოეწონა, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი ღონისძიება, ყველას აქვს ამაღლებული განწყობა, რაღაცა ზღაპრულ სამყაროში მოექცა. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი Mithrandir, why the halfling? ნაწარმოები ჰობიტი რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა სამ ნაწილად დაჰყო. პირველი ფილმი ჰობიტი მოულოდნელი მოგზაურობა ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. მეორე ნაწილის ჰობიტი სმაუგის განადგურება პრემიერას კი ფართო ეკრანები 19 დეკემბერს მასპინძლობს. I offer you my help. ჰობიტი სმაუგის ნაუხარი არის 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, რომლის რეჟისორიც გახლავთ ოსკაროსანი პიტერ ჯექსონი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვემზადებით ამ პრემიერისთვის, საგანგებო დეკორაციებიც დავამზადეთ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიეღო მაყურებელს, რომელიც პრემიერას დაესწრებოდა და არა მარტო პრემიერას. ამ ფილმს ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება და ვფიქრობ, კმაყოფილები დარჩებიან. No, that's not it. Oh, what did I tell you? Quiet as a mouse. პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მეორე ნაწილი ჰობიტი ბილბო ბეგინსის, გნომი თორინის და მათი 12 მეგობრის ერებორისკენ მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ბილბოს უკანასკნელ ცოცხალ დრაკონთან, სმაუგთან დაპირისპირება მოუწევს. პიტერ ჯექსონის ტრილოგიას საფუძვლად ჯონ რუალ რონალდ ტოლკინის ნაწარმოები დაედო. ამავე ავტორის შექმნილია ჰობიტი, რომელიც ბეჭდების მბრძანებელში, დაუსრულებელ მოთხრობებში და შუამთის ისტორიაში გვხვდება. რეჟისორი პიტერ ჯექსონის ახალი ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაინტერესდებით, ეს ჰობიტის მეორე ნაწილია თუ ბეჭდების მბრძანებლის პირველი. თუმცა ჯექსონის თაყვანისმცემლები ოპტიმალურ ვარიანტს ირჩევენ. ფილმი პატარა სექტასავითაა, რომელსაც თავისი მიმდევრები ჰყავს. Legolas has grown very fond of you. Do not give him hope where there is none. ჰობიტი ისევე როგორც ბეჭდების მბრძანებელი და ჰობიტი ერთად მოვიაზრება, ისევე როგორც მეორე ჰარი პოტერი, ეს არის სუდა თუ არ გამიგებთ პატარა რელიგიას მიმდინარეობასავე. ნუ მოდ რაღაც ამ სამყაროში ხარ, ამ სამყაროში ცხოვრობ და იქ ხარ რა. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან. ამაზე ისევე როგორც ზოგიერთები მატრიცაზე, ზოგიერთები ჰარი პოტერზე, ზოგიერთები რაოი კიდე 1000 სექტანტები ვით არიან კი. განწყობაზე მოქმედებს რა თქმა უნდა და უფრო რაღაც მეტი მოლოდინი გაქვს, რა ერთი სული გაქვს, როდის დაიწყება ფილმი და რაღაც და მოგეთ მედაკეთის ხო ესეთი ასხვები არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მედაკეთის ისე გვაქვს შინაგანად გამჯდარი ეგეთი ზღაპრული სამყარო, რომ ასე ვთქვათ, ყველა ქუჩაში რაღაცები ქვები რო არ გვესწროს, ჩვენ მართლა ვივლიდით ეგეთი ტანის სამოსით. I'm not sending him away. Come to me. შეგახსენებთ, რომ სწორედ პიტერ ჯექსონს ეკუთვნის ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაც, რომლის ბოლო ნაწილმაც მეფის დაბრუნებამ 2003 წელს 11 ოსკარი მიიღო. ნაწარმოები ჰობიტი პირველად 1927 წელს გამოიცა. პირველი ეკრანიზაცია ცნობილმა რეჟისორმა 2012-ში გადაიღო. ამიერიდან კი სათავგადასავლო ფანტასტიკის მოყვარულებს კინოთეატრებში ჰობიტი სმაუგის განადგურება ელით. I will not risk this quest for the life of one.